ბრძელისია, ევროპის ჩემპიონი 2022 წლის. პლუს ორგზის პრიზიორი, კიდევ ევროპული თამაშების ფინალისტი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და ბრინჯაოს პრიზიორი და ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე. 6 მედალი აქვს საქართველოს სახელით არ უმაღლესი დონის ტურნირებზე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში, მათ შორის 1 ოქრო. საჯი აზერბაიჯანელი ყავს. Topuriya Zestapoli. Shavshan აქ ლაშა კერესელიძე გახდა ჩემპიონი, ორი მონაწილე იყო ალახვერდოვი და კერესელიძე და ალახვერდოვი თვალსები ავანტყოფობის გამო არ გამოვიდა ფინალზე და გაუთმო ასე ჩემპიონობა კერესელიძეს. რაც შეეხება თოპურიას, მან ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იოლად დაამარცხა ლაშა კერესელიძე. ახოთ ის თუ გაუწევს წინააღმდეგობას ევროპის ჩემპიონს. სამბიზის ევროპის ჩემპიონი სახელ ალახვერდოვი როგორც იყო ასაკობრივების ჩათვლით, მე საუბარი მაქვს კაცების ჩემპიონატზე. გაგახანია ალახვერდოვი არ ვინახავს ოლიმპიადის კვალიფიკაცია, მან ვერ გაია პირველ შესაბჭებზე გამოდიოდა, იმიტომ რომ იქ 58 კილოგრამი არ იყო, იზოლირებული იყო, ზონა მოემატებინა და იქ ვერ შეძლო მეორე ძედიზე ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება. ნახოთ ის როგორ ფორმაში არის. წინ მსოფლიო ჩემპიონატი აქვს ასტანაში მაისში 2025 წლის. სახელი ისეთი კლასიკური კონჩერტების მოკვირია, სავნიშნავს შეტევას არ წამოიწყებს და მაინც მეტოქის დაელოდება. აქვს ორივე შედეგიანი დარტყმები. საკმაოდ ყოჩაღად გამოიყურება გოგა თოფურია. მოაპტყა ეხა მარჯვენა შორეული მარჯვენა ალახვერდოვმა
მარტო ახლა მარცხენა პირდაპირ თოფურია. რაუნდის ბოლო წამები. ისიც საკმაოდ თანაბარი ბრძოლა იყო, ნახეთ საჯებირას რა ვერდიქტს გამოიტანენ, თანაბარი ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც 10-9 დასრულდება, ხუთივემ საჯმა მიენიჭა უპირატესობა ალახვევდოს, მეორეში მეტი დარტყმა დაჭირდება გოგა თოფურიას, რაუნდის მოგება დაჭირდება მინიმუმ 3 თორი იმისთვის, რომ მესამე რაუნდისთვის შანსები შეინარჩუნოს. მარცხენა პირდაპირ ალახვევდოვის მხრიდან შემდეგ საინტერესო ფინალი გვექნება 51 კილოგრამში დავით ჯაფარიძე ლუკა კუბლაშვილი. თუმცა პერიოდულობა არ ვიცი, ჯერ როგორ პერიოდულობით გაიმართება დაჯილდოება, ალბათ ყოველი 5 ბრძოლა. 17 ბრძოლა გვაქვს სულ ყოველი 5 ან ყოველი 6 ბრძოლის შემდეგ. მიწვდა მეორე დარტყმით მარჯვენით ალახვევდოვი. მეორე რაუნდიც მიიწურა, ახლობით იმავე ტემპში მიმდინარეობდა და იმავე სცენარის თორსა ბრძოლა დიდი უპირატესობა არავის არ ქონია, მცირე ქონდა ალახვევდოს. იგივე 10-9 ესტაფონელებს ორი ფინალისტი ყავდათ, ერთი ქალებში, ერთი კაცებში, როგორც ჩანს ისინი ორი ვერცხლის მედლით დაასრულებენ უფროსების ტურნირს.
მოატყა ისევ მაცხენა ლახვებდომა შემდეგ წამოვიდა და აუკა მეტოქე დაიჭირა დაიკავა დისტანციაზე კარფამაში ლახვებდოვი მეტოქე არ ყავს სუსტი ნამდვილად ამაში დავწმუნდით გუშინაც და დღესაც ყველაფერზე რეაგირებს წონით ის მუდმივად ესეთი აღნაგობა აქვს უბრალოდ ორჯერ იძულებული იყო წონა მოემატებინა ერთხელ 59 კილოგრამი იყო ევროპულ თამაშებზე და ოლიმპიადის შერჩევაზე 51-ში მონაწილეობდა მესამე ადგილზე გავიდა ვარიანელო ლაშა კერესელიძე. შემდეგ წონაში ყავდა ჩვენ 5 მონაწილე. ლუკა კუბრაშვილმა ორი ბრძოლა გამართა, დაამარცხა ჯერ აკაკი ყორღანაშვილი და გუშინ მოუგო მიხეილ რევაზოვს. დავით ჯაფარიძემ დაამარცხა მესამე რაუნდში აშკარა უპირისობით ლექსო ბერეკაშვილი. შესაბამისად რუსთაველი ბერეკაშვილი და მიხეილ რევაზოვი ბათუმელი დაიკავებენ ბრინჯაოს პოზიციებს. საბოლოო შედეგი გამოცხადება და ვნახოთ შემდეგ რა გვექნება პროგრამაში ბრძოლა თუ დაჯილდოება. მიბადონო 5-0-ია. აკაი ერთმა საჯმა მისცა უპირატესობა თოფურიას. ანუ ერთ საჯთან 29-28 არის. ორი რაუნდი მოიგო ალახვევდოვმა და არა 3. ბრძოლა გვაქვს ჯაფარიძე კუბლაშვილი. საკმაოდ საინტერესო ბოლო წლების საკმაოდ წარმატებული სპორტსმენები. დავით ჯაფარიძესაც სრული კარიერა გავლილი ასაკობრივებში მოსწავლეები, ახალგაზრდული ჭაბუკები